2022 წლის მასწავლებლთა სასერტიფიკაციო გამოცდები ფიზიკაში ამოცანა ნომერი 35. ნიუ-მოლი ერთატომიანი იდეალური აირის მდგომარეობა იცვლება კანონით ტრეუდრის ალფა პ კვადრატს. ესე იგი, მოცემული გვაქვს ნიუ და ვიცით, რომ ტემპერატურა, აბსოლუტური ტემპერატურა იცვლება შემდეგი კანონით ალფა პ კვადრატი, სადაც პ აირის წნევა, ტ აბსოლუტური ტემპერატურა, ხოლო ალფა მოცემული მუდმივაა, αλფა უდრის კონსტანტას. ასევე ვიცით, რომ აირის საწყისი აბსოლუტური ტემპერატურაა T0, მოდით T1 იყოს. საწყისი ტემპერატურა აღნიშნოთ არის T1, რომელიც ვიცით, რომ T0-ის ტოლი არის, ხოლო საბოლოო ტემპერატურა აღნიშნოთ T2-ით, რომელიც პირობის მიხედვით არის 3T0-ის ტოლი. ხოლო იდეალური არის უნივერსალური მუდმივა არის R. და აქ გვაქვს შემდეგი 5 კითხვა. პირველი გვეკითხებიან ალფა კოეფიციენტის ერთეული რა არის საერთაშორისო სისტემაში. ხო, ესე იგი, თუ გავითვალისწინებთ ტემპერატურის წნევაზე დამოკიდებულებას T უდრის ალფა P კვადრატს, აქედან ალფა თოლი არის T შეფარდებული E კვადრატთან. ნუ განზომილებებისთვის ვნახოთ რა მოგივება სისტემაში. ესე იგი, განზომილება T-ი, განზომილება P კვადრატის. ტემპერატურის განზომილება არის კელვინი, წნევის განზომილება არის პასკალი, და რადგან კვადრატში არის აყვანილი, გვექნება ქვემოთ ნიშნულში პასკალი კვადრატთან. ესე იგი, პირველის პასუხი რაც ვაგწეროთ, ალფა პირველის პასუხში, ალფას განზომილება C-ში თოლი ყოფილა კელვინი შეფარდებული პასკალი კვადრატთან. ეხლა გადავიდეთ მეორეზე. მეორეში რამდენჯერ შეიცვალა აირის მოცულობა. ხო, მოდით ჯერ ამ დამოკიდებულებიდან განსაზღვროთ რისი ტოლი არის საწყისი ტემპერატურის დამოკიდებულება წნევაზე. გვექნება T1 ტოლი არის ალფა P1-ის კვადრატის, ხოლო T2 ტოლი იქნება ალფა P2-ის კვადრატის. საიდანაც T2-ს ტემპერატურას მეორე მდგომარეობაში თუ შევაფარდეთ ტემპერატურასთან პირველ მდგომარეობაში მივიღებთ ალფა P კვადრატი, P2 კვადრატი უცრავად შეფარდებული ალფა P1-ის კვადრატთან, ალფები შეიკვეცება, საიდანაც გამოგვივა, რომ P2-ის შეფარდება P1-თან აყვანილი კვადრატში ტოლი ყოფილა. თუ გავითვალისწინებთ, რომ T2 არის 3T0-ის ტოლი შეფარდებული T0-თან, T0-ები შეუკვეცება და ეს ტოლი იქნება 3-ის. საიდანაც გამოგვდის, რომ P2 შეფარდებული P1-თან ტოლი არის ფესვის 3-ის. ნუ ეს შეეხება საბოლოო და საწყისი წნევების შეფარდებას, რომელიც ფესვის 3-ის ტოლი გამოგვივიდა. ახლა რაც შეეხება მოცულობას. მოდი შევხედოთ მოცულობისთვის, შეგვიძლია გამოვიყენოთ კლაპეირონ-მენდელეევის იდეალური არის მდგომარეობის განტოლება, კერძოდ ვიცით, რომ PV ტოლი არის ნიუ RT-ი, საიდანაც PV-ს შეფარდება T-თან, უდრის ნიუ R-ს, საიდანაც ვასკვნით, რომ რადგანაც ახლა მარჯვნივყოფი ნიუს და R-ის მუდმივი სიდიდეებია, PV, T ეს თერმოდინამიკური მაკრო სიდიდეები, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება თითოეული შეიცვალოს, მათი ფარდობა ყოველთვის მუდმივი რჩება, როგორც ხედავთ, საიდანაც შეგვიძლია დავწეროთ, რომ P1 V1 შეფარდებული T1-თან, რადგანაც არ იცვლება მთლიანი პროცესის განმავლობაში, ამიტომ საწყის მდგომარეობაში ეს განტოლება, ეს კომბინაცია ტოლი იქნება მეორე მდგომარეობაში. ამათი კომბინაციის ნამრავლის და შეფარდებული T2-თან. საიდანაც ვიღებთ ეწოდებულ კლაპეირონის განტოლებას და აქედან ახლა ჩვენ შეგვიძლია გავითვალისწინოთ T1-ის და T2-ის მნიშვნელობები. ამ თანადობიდან შესაბამისად გვექნება P1-ის ნამრავლი V1-თან შეფარდებული T1 არის ალფაჯერ P1-ის კვადრატი, ეს ტოლი არის P2 V2 შეფარდებული ალფაჯერ P2-ის კვადრატთან, საიდანაც ალფები შეგვიძლია შევკვეცოთ, P1 და კვადრატი შეგვეკვეცა, P2 ამორთან შეგვეკვეცა, საიდანაც გამოგვდის, რომ V2 შეფარდება V1-თან ტოლი ყოფილა P2-ის შეფარდებას P1-თან, იმის გათვალისწინებით, რომ ეს თანაფარდობა ნაპოვნი გვაქვს, გამოგვივა, რომ ეს ტოლი იქნება ფესვი 3-ის. ესე იგი, მეორეში დავწეროთ, V2-ის შეფარდება V1-თან ტოლი ყოფილა ფესვი 3-ის.
ეს იყო მეორე შემთხვევაში. მეორე. ახლა გადავიდეთ მესამეს. მესამეში აირისწნევის მოცულობაზე დამოკიდებულების PV კანონი გვინდა განსაზღვროთ. ხო, ახლა თუ გავითვალისწინებთ, რომ T უდრის ალფა P კვადრატს, ამასთან იდეალური აირის მდგომარეობის განტოლებიდან PV უდრის ნიუ R T-ს და T-ს მაგივრად თუ შევიწადოთ ამ გამოსახულებაში. T-ს გამოსახულებას მივიღებთ, რომ აქედან PV უდრის ნიუ R-ი ალფაჯერ P კვადრატი. ეს P-ები შეგვეცემა, საიდანაც გამოგდის, რომ V ტოლი არის ალფა ნიუ R-ი P, საიდანაც P-ს დამოკიდებულები PV, P-ს დამოკიდებულებისთვის PV ტოლი გამოგვივა V შეფარდებული ალფა ნიუ R-თან. ანუ მესამე შემთხვევაში PV-ს დამოკიდებულებას ქონია შემდეგი სახე, P-ს დამოკიდებულებას PV უდრის 1 შეფარდებული ალფა ნიუ R-ი V. ნუ როგორც ხედავთ, წრფივი დამოკიდებულება გვაქვს, რადგანაც V-ს წინ დგომი კოეფიციენტი ყველა მუდმივი არის, ამიტომ P გამოგდის, რომ მოცულობაზე წრფივად ყოფილა დამოკიდებული. რაც შეეხება მეოთხე შემთხვევას, მეოთხეში გვაინტერესებს აი ეს მიერ შესრულებული მუშაობა. ხო, ახლა თუ გავითვალისწინებთ, რომ წნევა ტემპერატურაზე წრფივად არის დამოკიდებული, ამ შემთხვევაში მუშაობა ტოლი იქნება P საშუალო გამრავლებული მოცულობის ცვლილებაზე, შესაბამისად გვექნება ის, რომ იქნება ტოლი P1 + P2 შეფარდებული 2-თან, გამრავლებული V2 - V1-ზე. ხოლო ეს ტოლი იქნება P P1 თუ გავითვალისწინებთ, ახლა ჩვენ P1-ისთვის მოდით ეს გავაკეთოთ P1 + P2 დაგრჩება როგორც არის შეფარდებული 2-თან და შევიტანოთ V2-ის მნიშვნელობები. ნუ V2-ის და V1-ის მნიშვნელობისთვის შეგვიძლია ეს დამოკიდებულება გამოვიყენოთ. კერძოდ გვექნება V2-ისთვის ალფაჯერ ნიუ R1 გამოკლებული P2 უკაცრავად V2 გვაინტერესებს. დით ამას ცოტა ზემოთ ავწევ ასე. P2 გამოკლებული ალფა ნიუჯერ R P1. ნუ საიდანაც რა გამოგვივა ჩვენ, ესე იგი ალფა ნიუ R შეგვიძლია ფრჩხილებს გარეთ გავიტანოთ, ესე იგი რა დაგვრჩება ჩვენ ალფა ნიუ R შეფარდებული 2-თან P2 + P1 დაგვრჩება, აი ეს გადავწერე უბრალოდ, სხვა არაფერი გვიქნია, ეს კიდე გამრავლდება და ფრჩხილებში რა დაგვრჩება P2 - P1. ეს კიდე ტოლი იქნება ალფაჯერ ნიუ R შეფარდებული 2-თან P2-ის კვადრატს - P1-ის კვადრატი. ეს უდრის ალფაჯერ ნიუ R შეფარდებული 2-თან. ახლა თუ გავითვალისწინებთ ამ დამოკიდებულებას, აქედან P2-ისთვის რას მივიღებთ? P2-ის კვადრატისთვის P2 კვადრატი ტოლი იქნება T2 შეფარდებული ალფასთან, გამოკლებული T1 შეფარდებული ალფასთან. ესე იგი, ახლა ეს ალფები შეგვიძლია შევკვეცოთ და გავითვალისწინოთ ის ფაქტი, მოდი ეს გადავწეროთ, ეს ტოლი იქნება, ეს ტოლი იქნება ნიუ R შეფარდებული 2-თან T2 - T1. ახლა თუ გავითვალისწინებთ, რომ პირობით T1 არის T0-ის ტოლი, ხოლო T2 არის 3T0-ის ტოლი, შესაბამისად მივიღებთ, რომ ეს ტოლი იქნება ნიუ R შეფარდებული 2-თან T2 არის 3T0-ის ტოლი, გამოკლებული T0. ეს ტოლი იქნება ნიუ R შეფარდებული 2-თან, გამრავლებული 2T0-ზე. ორები შეგვეკვეცა, საიდან გვჭირდება, რომ დაგვრჩება ნიუ R T0. ანუ მუშაობა მეოთხე შემთხვევისთვის, მუშაობისთვის ჩვენ მივიღებთ მეოთხე მუშაობა, ტოლი არის ნიუ R T0-ის. მოდი ახლა გადავიდეთ მეხუთე შემთხვევაზე. მეხუთეში გვეკითხებიან აირის მიღებული სითბოს რაოდენობა. სულ აქ შეგვიძლია მეხუთეში გამოვიყენოთ თერმოდინამიკის პირველი კანონი, რომელიც გვეუბნება, რომ აირის მიერ მიღებული სითბოს რაოდენობა Q შეიძლება მოხმარდეს მუშაობის შესრულებას, ან ენერგიის ცვლილებას, შინაგანი ენერგიის ცვლილებას, ან ორივეს ერთად. ამას თუ გავითვალისწინებთ,
მუშაობისთვის უკვე გამოთვლილი გვაქვს მუშაობარის ტოლია, შესაბამისად ეს ტოლი იქნება ნიუ R ტენულს დამატებული, თუ გავითვალისწინებთ დელტა U-ს მნიშვნელობას, ეს ამას უნდა დავუმატებთ 3/2 ნიუ R ნიუ R დელტა U დელტა T უკაცრავად დელტა T, ეს ტოლი იქნება ნიუ R T0 პლუს 3/2 ნიუ R დელტას ეს მნიშვნელობა იქნება საბოლოოს მინუს საწყისი ტემპერატურა. ეს კი ტოლი იქნება ნიუ R T0 დამატებული 3/2 ნიუ R გამრავლებული T2-T1, როგორც ნახეთ, ტეორი არის 3 ტოლი, 3 ტოლი. ხოლო T1 არის ტენულის ტოლი, შესაბამისად 3 ტენულს თუ გამოვაკლებთ, ტენულს მივიღებთ 2 ტენულს, ანუ ეს უნდა კიდევ გამოვაკლებთ 2 ტენულზე. ეს ორები შევეკვეცება და საბოლოოდ მივიღებთ 4 ნიუ R T0-ს. ანუ მეხუთე შემთხვევისთვის აირის მიერ მიღებული სითბოს რაოდენობა ქულუპ ტოლი ყოფილა 4 ნიუ R T0-ის.